სავსე დოქების სროლა და ხელჩართული ჩხუბი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის. პირველებმა გაარკვია, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაცვის პოლიციის თანამშრომლები ჯგუფურად სცემეს. პირველებმა ჩაწერა ის ამ საქმის ის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც ამ ხელჩართულ ჩხუბს ესწრებოდა. ის ამბობს, რომ დაპირისპირება ძალოვანი უწყების თანამშრომლებს შორის რესტორნის შიდა სივრცეში დაიწყო, რომელიც შემდგომში უკვე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. პირველებთან ამტკიცებს იმას, რომ დაპირისპირება კრიმინალური პოლიციისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის რუსული მუსიკის შეკვეთას მოყვა. ის ამბობს ჩვენთან, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მათ ოჯახებთან ერთად ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავდნენ რესტორანში, რა დროსაც გვერდით სუფრაზე მსხდომმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა რესტორნის მომღერლებს რუსული მუსიკა შეუკვეთეს და სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი ძალოვანი უწყების თანამშრომლების ხელჩართული ჩხუბის. თვითმხილველი ასევე ყვება იმასაც, რომ რამდენიმე ათეული პოლიციელი ცდილობდა ამ ხელჩართული ჩხუბის გაშველებას. შემდგომში მოგვიანებით ეს პოლიციელები დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს, თუმცა არსებული ინფორმაციით არც ერთი პირი, რომელიც ამ თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას, ამ დრომდე დაკავებული არ არის. აქ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ხო? სხვადასხვა ჯგუფი კეიფობდა? ხო. მე რა მოხდა? არაფერი, რა ვიცი, ერთმანეთს აგამართდნენ და რასთან დაკავშირებით? აი მუსიკასთან დაკავშირებით. რა მუსიკა იყო? უტკი. ანუ რუსულ მუსიკასთან დაკავშირებით, რუსულად იყო. ვინ თქვა, რომ არ უნდა რუსულად მუსიკა? იგი ამაზიროს სისმაგიდა. გარეთ მოხდა ყველაფერი. იჩხუბა ეს? გარეთ ხო. ფიზიკურად შეეხენ ერთმანეთს? ერთმანეთს ხო იქა. ერთი იყო ნათლობის მაგიდა და მეორე? ჩვეულებრივი მაგიდა ეს. 4 კაცია, 5 კაცი. ეს დაცვის თანამშრომლები იყვნენ ამ 4 კაცი. დაცვის პოლიციის, ხო. საიდან? ქუთაისიდან. და ესენი? ესენი ქუთაისიდან. ამათი სუფრა ქალები იგენენ, ყველა იყვნენ და ერთმანეთს აზავებდნენ და აკეთებდნენ მაგ საქმეს. პირველები ვიმყოფებოდით იმ პოლიციის სამმართველოში, სადაც მუშაობენ ის პოლიციელები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ჯგუფურად გაუსწორდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა არც ერთი მათგანი, რომლებიც დღეს ჩვენ სამმართველოს შენობასთან ჩავწერეთ, არ ამბობენ თუ რა გახდა ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი და როგორ არიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც რესტორანში იმყოფებოდნენ. პოლიციელები, რომლებიც ჩვენ ჩავწერეთ, ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ნამდვილად არის დაწყებული, თუმცა დამატებით დეტალებს ჩვენთან საუბარში არ ამბობენ თუ რატომ გაუსწორდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაცვის პოლიციის ორ თანამშრომელს. საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია. ძალოვანმა უწყებამ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით არსებობს ვიდეო კადრები თუ როგორ სცემენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაცვის პოლიციის თანამშრომლებს და სწორედ ეს ვიდეო მასალა არის ახლა მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში. ვერ გვეტყვით რა მოხდა, რატომ აი მუსიკის გამო რუსულის მუსიკა ჩართესო და მოითხოვა დაცვის პოლიციამ რუსული მუსიკის ჩართვა და ამის გამო ის ასევე პოლიციის თანამშრომელმა ესე შეურაცხყოფა მიიღო. გამოძიებიდან გამომდინარე, უნდა მიმართოს შინაგან სამინისტროს პრეს-ცენტრში და იქ ყველაფერს აღიარებდნენ არავითარ დაკავშირებით. ქურდული მუსიკების გამო პოლიციელებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ახლა სწორედ პროკურატურამ უნდა დაადგინოს თუ რა გახდა ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი. ექსპერტიზაც არის ჩატარებული, როგორც ჩანს, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სასტიკად სცემეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, გადაყვანილი იყო კლინიკაში, რადგან მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ახლა როგორია იმ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც რამდენიმე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ქუჩაში სასტიკად უსწორდებოდნენ, ჯერჯერობით არის უცნობი.